საქმიანმა საზოგადოებამ იცის, რომ თავისუფალი ბიზნესების პლატფორმამ Free Business-ში გასული კვირის ბოლოს შეხვედრა გამართა. სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა შეკრება სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi მეტეხე პალასში გაიმართა და შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა საქართველოში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება განიხილეს, თუ რა გავლენა იქონია არსებულმა ვითარებამ ეკონომიკაზე. სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარება არის შექმნილი, რაც შესაძლოა არის საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად დაისახოს. ისინი ვარაუდობენ, რომ თუ არსებული პოლიტიკური ვითარება არ დასტაბილურდა 2025 წელი ეკონომიკური სტაბილურობისა და გაძლიერების თვალსაზრისით სავალალო იქნება. BMG-თან საუბარში სუპერმარკეტების ქსელი სუზალას დამფუძნებელიც იმავე პროგნოზს იზიარებს და ამბობს, რომ არსებული ვითარება ბიზნესის განვითარებაში ხელს უშლის. საქმედლას დღევანდელი სტუმარი არის სულხან წულაძე, სუპერმარკეტების ქსელი სუზალას დამფუძნებელი და მასთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. მადლობა მოგზაურობისთვის. კეთილი. მოდი დავიწყოთ კომპანიით რა, თვითონ როდის შექმნით ისთან ერთად და დღესაც წარმოადგენს სუზალას ქსელი. დაარსება მოხდა 2000 წელს, როგორც შეპესე 2006 წელში დაურეგისტრირდით და მას შემდეგ სასწავლო საბითუმო ბაზარზე წარმოდგენილი ვართ როგორც სუზალა. საკმაოდ აქტიურად ვართ. მაგრამ ცოტა ცნობადობა გვაკლია იმის გამო, რომ მხოლოდ ლანში ვიყავით წარმოდგენილი და 2024 წლის ნოემბერში პირველი ფილიალი გავხსენით ნაზალადევის რაიონში. ლანში უნდა ვთქვათ, რომ ის ძირითადი პირველი ფილიალი არის ლანს ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე. კი ბატონო, რა ხდება ნაზალადევთან დაკავშირებით, რა პროექტი წამოიწყეთ შარშან ნოემბერში? ნაზალადევის ფილიალში წამოვიწყეთ პროექტი სუზალა 2, ასე ვთქვათ, ყოფილი პატარა ბაზრის ტერიტორიაზე ის გვინდა რომ აღვადგინოთ ის რაც იყო ტრადიციული ადგილი ნახალოგის ბაზარი. მაგრამ ცოტა წარმოვადგინეთ უკვე ცივილურ ფორმაში ის სახე აღარ არის, მაგრამ გვინდა რომ ისევ ის შეძახილი გავაკეთოთ, რაც იყო თავის დროზე ნაზალადევის რაიონში. ასე ვთავაზობთ ბევრ ნოვატორულ რაღაცებს ნაზალადევის რაიონში, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მაღაზიაში წარმოვადგინეთ წიგნის თარო. სადაც შეუძლიათ რომ მომხმარებლებმა მოიტანონ წიგნები, გაცვალონ, წაიკითხე მოიტანე, წაიღე, ასე აწერია პირდაპირ თაროს და ესეც სიახლეებს ინოვაციებს თავაზობთ ნაზალადევის რაიონს მაღაზიასთან ერთად და ნახოთ. გარდა მცირე ზომის ბიბლიოთეკას არის შესაძლებლობასაც აძლევს სუზალა. სუპერმარკეტების ქსელი ჯამში რა პროდუქტებს აერთიანებს? ანუ ეს სუფთა და ტრადიციული სუპერმარკეტია თუ სხვა სიახლეები? ტრადიციული სუპერმარკეტი არის, სადაც შესაძლებელია შეიძინოთ პირველადი მოხმარების აბსოლუტურად ყველანაირი პროდუქტი, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმია და რაც მთავარია 15% გვაქვს სხვაობა აბსოლუტურად ყველა მაღაზიასთან შედარებით. საერთო კალათაზე მაქვს საუბარი, პლუს ჩვენთან ვერ იყიდის ადამიანი ვერანაირად ფალსიფიცირებულ პროდუქტს. ბრჭყალებში ვიტყვი ორჯონიკიძის ვანაში გაკეთებულ პროდუქტს გამორიცხულია, რაც ბაზარი აქვს წალეკილი მსგავს პროდუქციას. და ძალიან რთული სიტუაცია არის აქედან გამომდინარე. მომხმარებელი ფიზიკურად ვერ ამჩნევს ვიზუალურად რა პროდუქტი არის, ეს უკვე ნდობაზე არის დამოკიდებული. იმედია ეს პრობლემა რაც არის, მიხედვილი იქნება და აი ძალიან რთული არის იწვევს ალერგიებს, მოწამვლას. რა ტიპის პროდუქციაზეა სულხან ძირითადად საუბარი? ალერგიული პროდუქტი ძირითადად საყოფაცხოვრებო ქიმია, რომელიც აი მზადდება აქაც. აი ეს ორჯონიკიძის მეთოდით რასაც ეძახით, კი ბატონო. და ძალიან დიდი პრობლემა არის. მომხმარებელმა შეიძლება რა არის, იცით, ბევრად დაბალ ფასში იყიდოს ის, მაგრამ რასთან აქვს, რა არის შიგნით? ხო, რა არის შიგნით, იმას ნახავს იმის შემდეგ, როცა მოიხმარს ამ ყველაფერს.
მითხარი, სუზალას კონკურენტული უპირატესობა დღე პირველიდან, როცა დაქოქე ეს ბიზნესი, იყო სწორედ ფასი. ნაძალადების ობიექტი უკვე ამოიქოქა? ნაძალადების ობიექტი აი ვქოქავთ, ხო, ჭყალებში რო ვთქვათ, ორი თვე არის რაც გაიხსნა. ანუ მომხმარებელი შემოდის. მომხმარებელი შემოდის და ფასიდან გამომდინარე უკვე რომ ნახულობს ამ ყველაფერს, დიდი კალათით შემოდის. მომხმარებელი ფას ნახულობს, გამოხმაურება დიდი აქვს. უკვე შემოდის საოჯახო საყიდრებზე, რაც არის ჩვენი მიმართულება, არის თავისუფალი ნიშა, რომლის დაჭერასაც ვფიქრობ. არ ვეუბნებით ადამიანს, მოდი ერთ პროდუქტზე, მოდი ყოველთვის არ ვაბოლებთ ბჭყალებში მომხმარებელს, რომ გვაქვს აქცია, არა, მიმდინარე ფასები გვაქვს, სააქციო ფასები. და არასოდეს არ ვაკეთებთ, აი ძველი ფასი ის იყო, ეს იყო, შეადარეთ სხვაგან ახირს. ეს არის ყველაზე კარგი ინდიკატორი. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ არ ვიცნობდით ესე პირადად ერთმანეთს. გაგვაცნო Free Business Gym. რატომ გადაწყვეტე შემოერთდებოდი ამ გაერთიანებას და რას ფიქრობ, რა არის ის ყველაზე მეტად, რაც გვჭირდება დღეს, საიმისოდ რომ განვითარება გავაგრძელოთ. Free Business იმიტომ შემოუერთდი, რომ ზოგადად პოლიტიკურად აქტიური ვარ, შეიძლება პოლიტიკაში არ ვარ, მაგრამ სულ კითხულობ, სულ ვუსმენ, ვყვირი ყოველთვის ის 20 წლის წინ იყო თუ 25 წლის წინ მაშინ ვწყვირო და დღესაც უნდა ვიყვიროთ. თუ გჭირდება რომ ქვეყანა ზოგადად განვითარდეს და არ იყოს პრობლემა ქვეყანაში, ჩვენ მცირე საშუალო დიდმა ბიზნესმა ხმა უნდა ამოვიღო და ის კონფორმიზმი, რაც არის ზოგადად ჩართული ამ ბიზნესში, ეს უნდა მოკვდეს. არ გჭირდება მსგავსი რამე. ისე ქვეყანას ვერ ავაშენებთ. შვილები მოდიან, რომლებმაც უნდა იცხოვრონ ამ ქვეყანაში. და მათთვის უნდა შევქნათ ის ყველაფერი. გახსენდება წლების განმავლობაში ანალოგიური ვითარება, როცა ბიზნესი ესე აქტიურობს, აქვს საშუალება დაასპარეზი მეორეს როი თავისი აზრი გამოთქვას წინა წლებში, მით უმეტეს აღმოჩნდა რომ არც მანამდე იყავი ჩუმად და ყოველთვის აქტიურობდი. ეს Free Business-ი შეგრება პირველი იყო. ადრე პატარ-პატარა გამოხმაურებები ყოფილა, ალბათ ჩვენ თვითონ ინდივიდუალურად სოციქსელში ვყვიროდით. ისე რომ ესე გაერთიანებული იყოს ეს ყველა პირველი არის და იმედია მარტო ამ ეტაპზე არა, მერეც გაგრძელდება. სულ ცოცხლად უნდა იყოს ეს ორგანიზმი. სხვანაირად არ მგონია რომ რამე გამოვიდეს. ცვლილება იქნება თუ არ იქნება, ყოველთვის საჭირო იქნება ეს. ბიზნესმა თავისი სიტყვა ყოველთვის უნდა თქვას. სულხან, ჩვენი საუბრის ბოლოს და ჩვენ სულას ნაძალადების და კლდანის ორთავე ობიექტსაც მოვაკითხავთ მალე, საიმისოდ რომ საზოგადოებას გარდა სულას დამფუძნებლისა გავაცნოთ თავად ობიექტები. ჩვენი საუბრის ბოლოს შენი აზრით დღეს ყველაზე მეტად ბიზნესს რა უჭირს და რა სჭირდება მას რომ გააგრძელოს განვითარება, რომ შენც გააგრძელო ბანკებში რეკვა, მესამე, მეოთხე, მეხუთე ობიექტის გახსნა და ასე შემდეგ. სტაბილურობა პირველ რიგში აუცილებელი არის. ყველაზე ცუდი ბიზნესისთვის არის არასტაბილური გარემო. კურსი პირველ რიგში. თუნდაც 1.4-ზე იყოს დოლარი ლართან, იყოს ის სტაბილური, რომ მომწოდებელმა იმპორტიორმა შეძლოს ამ ყველაფრის გათვლა. დღეს პირობითად როცა არის კურსი 2.80, მას აქვს არასტაბილურობის გათვლა, განცდა და იმას 3.20-იან გარშობს. მომხმარებელზე გადადის ეს ყველაფერი. ეს არის ყველაზე ცუდი. ეს რყევები ყოველთვის შეგჭამს და ისევ თქვენგან მომხმარებლისგან უნდა ამოვიღოთ ეს ფული. ჩვენ არა, ჩვენ რიტეილში ვინც ვართ ნაკლებად, იმიტომ კარზე მოგდის ის თანხა. შემომტანს, იმპორტიორს აქვს ეს პრობლემა. ეს არის თავარი, სტაბილური ქვეყანა და ყველამ ხმა უნდა ამოიღოს. არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მთავრობაში. თავარია იყოს სტაბილურობა, რომ ქვეყანა იყოს სტაბილური. პენსიონერისთვისაც, ნასისთვისაც, ქოსისთვისაც, რავისი, გახარიესთვისაც და გვარამიისთვისაც ერთი და იგივე იქნება ყოველთვის ეს ქვეყანა.
სულხაწულაძე, ქალბატონებო და ბატონებო, სუპერმარკეტების ქსელის უზალას დამფუძნებელი. მადლობა მას მობრძანებისთვის და ბევრს გაიგებთ კიდევ მისი კომპანიის შესახებ. მადლობა სულხან მობრძანებისთვის. მადლობა. მადლობა სტუმრობისათვის.